ახალი ადამიანები ემატებიან რა და ამ საორგანიზაციო შეხვედრებზე, იმიტომ რომ მე თვითონ დღეს გორში მომიწია მან ჩამოსვლა. იმიტომ რომ რა ვიცი, თავს ვალდებულად ავთვლი Facebook მეგობრები მყავს გორში და ბოლო-ბოლო ისინი ვნახე და გავიცანი პირადად რა. რომლებიც მხარს უჭერენ ამ მოძრაობას და მხარს გვიჭერენ ჩვენ ამ საქმეში და თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ ეგ ადამიანები მენახა. ხო და ეგენი ეხლა ჩემთვის ხო იყვნენ უცხოები, ხო? ნუ პირველად ვნახე ეგ ადამიანები მარტო Facebook-იდან ვიცნობდი კომენტარებიდან. ნუ ასეთი ადამიანები უკვე ბევრი შემოდიან და ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენი სოციალურ ქსელებში აქტივობას აქვს შედეგი. ხო ესია კაცო ეს მარტივი კი დათო კიდე გავებეორებ 57 ადამიანი ჩაგვეწერა ხუთშაბათს საათნახევარი ვიდექით დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და 57 სრულიად უცხო თანამებრძოლი შევიძინეთ. მათგან რამდენიმე იყო ისეთი, რომელმაც იქ ადგილზე მე საინფორმაციო ვაკუუმზე ვლაპარაკობდი და არა მარტო რეგიონებში, დედაქალაქის მასშტაბითაც ბევრი ადამიანი ახლა მუშაობს ფიზიკურად, ბევრი არ არის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და ეს პრობლემა პოლიტიკად ცდება, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, აქ უკვე გადარჩენაზეა ლაპარაკი, ბევრმა ადამიანმა ადგილზე შეიტყო. აი რომ არაბული ქალაქები გაჩერდა, რა არაბული ქალაქები რა ხდება და რო აუხსენით და ზოგს ადგილზე ვიდეოები ვაჩვენეთ ხელისუფლების წარმომადგენლების, ანუ ისეთი მტკიცებულებები, რაც ვერანაირად ვერ შეფასდებოდა როგორც სუბიექტური შეფასება. და ადამიანმა ადგილზე რო გაიგო, რავი, აი ბოდიში და გაბრაზდა, შეიგინა და მაგათი დედავატირეო, ჩამწერეთო, ტელეფონის ნომერი, ყველაფერი, ესე თუ დგას საკითხი, თქვენთან ერთად ვარო და რაც შემეძრება გავაკეთებო. ესეთი იყო რამდენიმე ადამიანი. ანუ სინამდვილეში ყველა თანხმდება და ყველა ხვდება, რომ ეს არის საფრთხე ყოფნა არ ყოფნის საკითხი, სადაც არა გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ხმა არ ამოვიღოთ. შეიძლება ადამიანს ყოველთვის აქვს როცა რაღაცა საფრთხე ემუქრება, ხო, აი ადამიანსაც და ყველა ცოცხალ არსებას აქვს იქ, რომ როცა რაღაცა საფრთხე ემუქრება, ადამიანი ყოველთვის რეფლექსურად წონის და ანგარიშობს და აანალიზებს ამ საფრთხის მიმართ როგორი უკურეაქცია ჯობია, დაუპირისპირდეს თუ გაერიდოს. თუ აქ იმის ფუფუნება რომ გაერიდოს, ხო დაპირისპირებას რა თქმა უნდა ჯობია გარიდებით და კონფლიქტის გარეშე აარიდო თავი. იმიტომ რომ კონფლიქტი შენს დაგაზიანებს და რა თქმა უნდა ყოველთვის მშვიდობიანად ჯობია საფრთხე გაანეიტრალო. მაგრამ ამ შემთხვევაში არის ლაპარაკი ისეთ საფრთხეზე, რომელსაც ვერ გაერიდები. როცა ქვეყანას გიყიდიან და როცა შენი ჩანაცვლება მიდის შენს ქვეყანაში და მარე შენს ადგილს სხვა დაიკავებს, რა ვიცი, ანუ ეხა თუ ადამიანს შეუძლია რომ სიკვდილს შეეგუოს, ხო, როცა ვიღაცა მოდის და პრაქტიკულად განადგურებს და გეუბნება რომ წადი ქვეყნიდან და ჩვენ ეგეც გვითხრეთ წრების წინ რომ აქო ვერ დაგასაქმეთო და წადითო, ხო? როცა ესე გიყენებენ საკითხს, თუ ვინმე შეუძლია რომ ამას შეეგუოს და კაი მაშინ რა ვქნა, ავიხრები და წავალ და კაი მაშინ რა ვქნა მიყიდონ არაბებს, კაი მაშინ რა ვქნა ხვალზე არაბი იმეთი იქნება, საერთოდ შემუბანში სტუმარი ვიქნები და მე საერთოდ ვეღარ, კაი მე რა ვქნა, ეხა თუ შვილს გარეთ ვერ გაუშვებ, უსაფრთხოდ და რა, თუ ამ ყველაფერს ადამიანი შეეგუება, ნუ ეგეთი სეგმენტი მე ვერ წარმომიდგენია ეგეთი ქართველი, მაგრამ თუ არსებობს, იმისთვის ჩათვარე არ ვლაპარაკობთ ეხა ჩვენ ეხა, ვინც ეგრე დააყენებს საკითხს, რომ კაი მე რა მოხდა, ჩამოსახდნენ, რატო აწიეთ ამ ყველა ამბავ, ვინც მასე იმისთვის არ ვლაპარაკობ, კაცო, იმისთვის მართლა არა აქვს არაფრის ლაპარაკს აზრი, ვინც ესე მიუდგება, მე პირადად არაფერის ლაპარაკო არ მაქვს, მაგრამ ეგეთი მე ვერ წარმომიდგენია თეორიულად ვამბობ, თუ ვინმე არის, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის საფრთხე, რომელზეც საჭიროა ვალდებულები ვარ და უკვე სიჩუმის ფუფუნება არა გვაქვს, ძალიან რომ მოინდომო, აი, როგორც არ უნდა მიუდგე, როგორც არ უნდა დაიმშვიდო თავი, როგორც არ უნდა საკუთარ თავს გაუმარტივო და შეუმსუბუქო და არწმუნო და მოიტყუო თავი, ადამიანს ხო ქვეცნობიერი არასდროს არ ატყუებს, ხო? რაც არ უნდა თავი იტყუო. როგორც არ უნდა შეხედო რა კურსით და რა სცენარით და გათვლით, საბოლოო ჯამში საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ეს ისეთი საფრთხეა, რომელზეც ვერ გაჩუმდები. შეუძლებელია. ჯაბა, ბოდიში, აი ერთი პატარა რეპლიკაც ავით რა. ანუ ჩვენ ახლა ქართველები ვარ და ამას ვიაზრებთ ჩვენი მენტალობიდან, ჩვენი სარწმუნოებიდან და რაღაცა.
მე ეთნიკურად უმცირესო აზერბაიჯანელის წარმომადგენლებს აქვს ჩემთან ნათქვამი, რომ აი ეგენი თუ შემოვიდნენ, ჩათვალე რომ აი გადაგვივლიან ზედ. ანუ მაგათაც აქვს გააზრებული, გონი არ აქვს გააზრებული. რა თქმა უნდა. გააზრებულია. ახე ჩვენ ყავს ვინც აზროვნებს, მოდი ესე ვთქვათ, ლოგიკურად ვინც აზროვდა, ჭეშმარიტებით უყურებს ამ ყველაფერს, რა მოვლენებიც ხდება დღეს, იმისთვის საფრთხეა კაცო. რა თქმა უნდა, დათო, აქ ლაპარაკი რაზეა? ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაბრარებს რაღაცა ქსენოფობიას და რაღაცა საქართველო არის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქვეყანა და აგერ დედაქალაქში ერთმანეთის გვერდიგვერდ მიჯრით დგას მეჩეთიც და მართლმადიდებლური ტაძარიც, სომხურიც და ასე ვთქვათ სინაგოგა, ხო? ამიტომ საქართველო არის ალბათ დედამიწის ზურგზე ალბათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი იმ მცირეთაგან ქვეყანა, სადაც არასდროს არ იდევნებოდნენ, აი მაგალითად ებრაელები ვიცით რომ იდევნებოდნენ და მართლა მრავალჭირნახური ერია და დიდი ტანჯვა და ტკივილი გამოიარეს და თვითონაც იციან და აფასებენ ამას, რა თქმა უნდა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს არ იდევნებოდნენ. და არავინ არ იდევნებოდა, არა მარტო ებრაელები, არავინ აქ მუსულმანები ცხოვრობდნენ, სომხური უზარმაზარი დიასპორა არასოდეს საქართველოსზე რომ ვინმე ქართველზე რომ იტყვის რომ ტოლერანტები არ არიან, ხო, იმას საერთოდ რა უნდა ელაპარაკოს, არის უნამუსო. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა, მაგრამ აქ ლაპარაკია რაზე ახლა შენ ახსენე ჩვენი აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობა, ხო? ჩვენ საერთოდ გვაქვს ბევრი რამ, კაცო, შეიძლება ეთნიკურად არა, შეიძლება რელიგიურად არა, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა გვაკავშირებს, ხო? საქართველო უფრო ძველი ქვეყანაა, უფრო ძველი შორს ფეს გადმული ისტორია გვაქვს, მაგრამ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა გვაკავშირებს. ანუ კავკასიაში ვცხოვრობთ, ასევე სომხები. ამიტომ ეს თანაცხოვრება, ესე გვერდიგვერდ რომ ცხოვრობთ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, ჩვენი ადათი ერთმანეთისთვის ნაცნობია, ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ შემთხვევაში ვინც უნდა ჩამოასახლონ საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად უცხო კულტურა, რომელთანაც შენ ისტორიულად საერთოდ არაფერი არ გაკავშირებს გარდა მტრობისა. ეხა იმათ არაბულ სამყაროს საქართველოსთვის ბევრი დაუშავებია, ეხა ეს ისტორიული ფაქტია და მე არაბებზე კი არ ვამბობ ცუდს და რაღაცა ეროვნული ნიშნით, უბრალოდ მე ისტორიული ფაქტი მომყავს, რომ არაბებს ეხა ჩვენ კი არა, რა ვიცი, მთელი ევროპა დაპყრობილი ყავდათ და საქართველოზე რამდენჯერ ილაშქრეს და აქ რა უბედურებების დაატრიალეს, ხო? ერთადერთი ეგ არის ჩვენი ისტორიული გადაკვეთა. მეტი არაფერი და ბევრი იმათი მოქალაქე ვინც ახლა ჩამოდის აქ სახლებს ყიდულობს. ბევრმა პირველად გაიგო საქართველოს, რომ საქართველო არსებობს, იმიტომ რომ თავის ენაზე ნახა ვიდეო რგოლი, არის ქვეყანა ესეთი, რაღაცა გადასარევი ბუნებით, წყალი გინდა, რა გინდა, ყველაფერია, ზღვა გინდა, მთა გინდა, ყველაფერია. ამ დროს თვითონ შეიძლება ნავთობი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ქვიშაზე და ხრიოკზე უდაბნოში ცხოვრობს, ძალიან ცუდი გარემოა. გაიგო თან უთხრეს რომ აქ ძალიან მაგარი პონტია რა, შეგირია გაერთო იქ რომ რაღაცებზე ადამიანებს თავებს აჭრიან, აქ რაც გინდა ქენი და ეხა აღარ დავაკონკრეტებ, შეგირია საერთოდ ბარი გახსნა, სადაც არავის არ შეუშვებ, ისევ შენიანების გარდა და ქართველს საერთოდ არ შეუშვებ, მარტო ქალბატონებს შეუშვებ, რაღაცა ეგეთ რაღაცებს პირად საუბარში ისმენს, ვიდეო რგოლებს ხედავს, სახლი შენდება, არც ისე ძვირი ღირს მისთვის, თორე ჩვენთვის გასაგებია რომ 150,000 და 100,000 დოლარი საქართველოში ვის აქვს და რავი ეგეთი რაღაცა რომ გაიგო თან იქ პრობლემა არ გექნება 150,000 დოლარად თუ იყიდი, მანამდე 100 იყო, მარტიდან გახდა 150. თუ იყიდი უძრავ ქონებას ბინადრობის ნებართვა გაქვს, ამას წელიწადში ერთხელ განაახრებ, თუ იგივე ქონება თუ გაქვს და თუ არ გაყიდე და რაღაცა ისეთი თუ არ დააშავე, ქვეყანა თუ არ დააქციე და რატო დააქცევ, განაახრებ წელიწადში ერთხელ მიხვალ იუსტიციის სახლის შესაბამის სივრცეში და ნუ 10 წლის მერე რაღაც 10 წელიწადში ეხა მთლად დებილი თუ არ ახარ, ორ სიტყვა ქართულსაც ისწავლი და ისტორიასაც რაღაცა იქრაც საჭიროა და საერთოდ მოქალაქეობას მოგცემენ. რა ბევრი წამოვა. 10 წელიწადში ისტორია არ იქნება დარწმუნებული ვარ ჯაბა და დამერწმუნები შენც რომ როცა რომ სკოლებში აღარ ისწავლება ისტორია, ვიღაც ჩამოსულ საერთოდ არ მოსთხოვენ ისტორიას, კაცო. ბატონო და 10 წელიწადში ასე მოდის დათო აბსოლუტურად აი
ჩვენს კულტურულ იდენტობასთან არათუ უცხო, ანუ შეუთავსებელი საერთოდ, ანუ რომ პირდაპირ ვიტყოდი საპირისპირო რა, ანუ საპირისპირო კულტურის აბსოლუტურად შეუთავსებელი კულტურის სამყაროდან უნდა წამოვიდეს ხალხი და უნდა დასახლდეს აქ და ისე კი არ იქნება რომ სადღაც ალაგ-ალაგ იყიდიან корпуსებს. კომპაქტური დასახლება უნდა ანუ პრაქტიკულად ეს იქნება ანკლავი. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ ასე ვიტყვი რაღაც ავტონომიურ რესპუბლიკას არაბების სადაც შეიძლება ხო ეხა იურისდიქცია იქნება ქართული, მაგრამ რეალობაში იქ რო შეხვალ არ დაგრჩება შტაბ-ეშინება რომ საქართველოში ხარ. აი ამ რეალობას მივიღებ და ეს ყველაფერი მეგობრებო, თუ ამის საშუალება მივეცით, გახდება, მანდ კი არ გაჩერდება. ეს გახდება იმ მრავალ, რა თქვა, ასეულობით მილიონებს ითვლის არაბული სამყაროს მოსახლეობა. მათთვის გახდება მიზიდულობის ცენტრი, ანუ გაიზრდება და მაგ სამყაროში მოსახლეობა როგორ იზრდება, თქვენ ჩემზე კარგად იცით, გახდება მიზიდულობის ცენტრი, ეს გაფართოვდება, გაიზრდება, კიდევ უფრო მეტს იყიდიან, კიდევ უფრო მეტს ააშენებენ და ჩვენ პრაქტიკულად დავკარგავთ ქვეყანას რა. აი მაგ ეგ ქალაქები ხო აღარ იქნება საქართველოს ჩათვალით. ეს გაფართოვდება და საბოლოო ჯამში ამ დემოგრაფიული დინამიკით და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მასშტაბების გათვალისწინებით ჩვენ საერთოდ დავკარგავთ ქვეყანას და ეს ისე მოხდება, რომ ერთ დღეს ამას გავიაზრებთ, რომ უკვე ქვეყანა აღარ აგვაქვს.